მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ. ერთწლიანი დუმილის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოადგილე ქორეპისკოპოსი იაკობი ამეტყველდა მისი განცხადება კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით და ისედაც ავტომატურად წარმოადგენს საპატრიარქოსა და მთელი ეკლესიის პოზიციას, სწორედ ამიტომ არ მეჩვენება მორალურ კომპრომისად მოძალადეს უპასუხო. ორგანიზებული დანაშაულით სახელგანთქმული მღვდელმთავარი ილიაუნის პროფესორებს ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა და არც პირადად მე და ვიწყები ვარ. პასუხს მოგთხოვთო. შეგვიძლია ვნახოთ ჩანაწერი. წელიწადზე მეტი არ მიხარდა. ასე არ გამოსულა. ისე ვარ ხოლმე. და ტაბურის ტელევიზია და ეს ბოკერია და მისი სოლის ტელევიზია ძალიან ასუთიძე ვაჟბატონი ჯერ ჩვენი რელიგიის არის, უცხო რელიგიის არის, ვინ ეკითხება ჩვენ საქმეებში შედარებს, ხო? უსმენდეს მე მომესწრებია რა 17 მაისს გადავყენე რა ეთქობა მაგათ შეეშალა ხები რა მაგათ შეეშალა რაღაცებში როგორ ისევიან და რასაც ვაბრალებ ამდახე ერთხელაც იქნება და ჩვენს მოვთხოვთ კომპასს მისი მაღალყოვლად უსამღვდელო ესობა პირადად მე და ამ გადაცემას არაერთხელ გამოგხმაურებია ჯერ ჩემი რესპონდენტი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მონათლა მოსყიდულებად და აქ მოსვლა აუკრძალა, ახლა კი პირდაპირ დამემუქრა. წარსულში უკვე ვუპასუხე, რომ გადაცემაში მოსვლისთვის ვინმეს მართლაც ფულს რომ ვუხდიდე, ეჭვი არ არის, რომ ქორეპისკოპოს იაკობს სტუდიიდან ვერ გავაგდებდი. მე კი არც მაქვს და არც ვიხდი. მაგრამ აი ვინც ხალხის ფულით ნაყიდ ლენდ კრუიზერს, ქონებასა და რეზიდენციებს იჩუქნებოდა და იჩუქნება, იმის მორჩილება ქორეპისკოპოსს ძალიან უყვარდა და უყვარს. რაც შეეხება ახლანდელ მუქარას, დიახ, თქვენო მეუფება, მე თქვენი რელიგიის არ ვარ. მინავლებული რწმენის მიუხედავად თავი მართლაც ქრისტიანი მგონია, რასაც თქვენ ვერავინ დაგაბრალებთ. ვიღაც ჭკვიანმა როგორც ჩანს გირჩიათ, რომ მთელი წელი ხმარ ამოგეხოთ, ახლა კი კვლავ გამოჩნდით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩემ და სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობა კვლავ საჯაროდ გამოფინეთ. მე გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოთ, არავინ იმაზე დიდ სამსახურს არ უწევს ქვეყანაში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, ვიდრე თქვენ. შესაძლოა ჩემი მხრიდან გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ, რადგან ძალადობა სწორედ ის არის, რაც თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, მაგრამ უვიცი და ზნეობრივად გაკოტრებული ანაფორიანი ხელის ბიჭების არასდროს მეშინოდა და არც ახლა მეშინია. თქვენი მუქარა მხოლოდ გაამრავლებს კრიტიკას, მოგიწევთ შეეგუოთ ფაქტს, რომ ამ ქვეყანაში თქვენს ძალაუფლებას დააბალანსებენ და მოვა დრო, თქვენი ძალადობაც დაისჯება.